ჩვენ ვაგრძელებთ იმედი ლაივს, საუბრობთ მომავალი პატრიარქის არჩევის პროცესზე. ახლა სტუდიაში უნდა მოვიწვიოთ საპატრიარქოს პრეს-სპიკერი დეკანოზი ანდრია ჯახმაიძე და მასთან ერთად ვისაუბროთ ყველა იმ აქტუალურ თემაზე და კითხვაზე, რომელიც ამ საკითხის ირგვლივ არსებობს. მოგესალმებით, მამა ანდრია, დიდი მადლობა, რომ ჩვენი სტუმარი ხართ. საღამომშვიდობის, მოგესალმებით. მადლობა. ჭეშმარიტად, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. პირველ რიგში სხდომის შედეგებით, თავად მიმდინარეობით უნდა დავიწყოთ. თქვენ როგორ აფასებთ, ეს ისტორიული მომენტია ახლა, რასაც მთელი ქვეყანა თვალს ადევნებს, იმიტომ რომ მართლაც ესეთი გამოცდილება არ არსებობს, ნახევარი საუკუნეა გასული პატრიარქის აღსახსრების შემდეგ და აი როგორ აფასებთ, როგორ ჩაიარა თავად პროცესმა, ამ შედეგმა თქვენზე, აი რა შთაბეჭდილება მოახდინა და რა შედეგი გვაქვს ახლა ხელში? ნამდვილად ისტორიული მოვლენა არის 50 წლის განმავლობაში პატრიარქის არჩევნები არ მოხდარა საქართველოში და ამიტომ საკითხები ძალიან ბევრი იყო, მოსამზადებელი იმისათვის, რომ ეს ყველაფერი შემდგარიყო, ვიტყოდი უმაღლეს დონეზე. ყველა მხრივ საორგანიზაციო ნაწილშიც და ისედაც რაც მდელმთავრებმა ამ სინოდზე გამოავლინეს, იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გვქონდა პერიოდი, როდესაც პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ იყო ძალიან ბევრი საკითხები, რომელიც იწვევდა პოლემიკას, აზრთა სხვადასხვაობას, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი იმედს იძლევა და მადლიერი ვარ მე თავად ყველაფრისათვის ეპისკოპოსების მიმართ, რაც მათ გამოავლინეს ერთობის კუთხით და ამის ძალიან დიდი იმედი იყო. ჩვენ ვხედავდით, რომ იყო აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა თითოეული მღვდელმთავარი მოწოდებული იყო იმისათვის, რომ ეკლესიისათვის საუკეთესო რამ შეეთავაზებინათ. მათი ხედვა ასეთი იყო, ერთის მხრივ, მეორეს თქვა სხვა მოსაზრება იყო, თუმცა უმაღლესი სიკეთე, რისთვისაც ჩვენი მღვდელმთავრები ამ შემთხვევაში იღწოდნენ, იყო ეკლესიის სიძლიერე და პატრიარქის დანატოვარის გაგრძელება. ცხადია, თუმცა იყო ბევრი საკითხი, ბევრი არა, რამდენიმე საკითხი, რომელსაც ფართო გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის ერთ-ერთი იყო უმაღლესი სასულიერო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ჩვენ ვნახეთ საკმაოდ ემოციური და არგუმენტირებული წერილის მეუფე ესაიასი, სადაც ის საუბრობდა საკუთარ გამოცდილებაზე იმ წლებზე, როცა მან ვერ შეძლო უმაღლესი სასულიერო განათლების მიღება, თუმცა ამავდროულად ის საუბრობდა იმაზე, რომ ეკლესიის და ეპარქიის მართვა გამგეობა მთელი ამ წლების განმავლობაში არის ცოცხალი გამოცდილება, რომელიც არანაკლებ ფასეულია, ვიდრე მაგალითად აკადემიური დიპლომი. საინტერესოა ამ საკითხზე თუ იყო მსჯელობა და რა არგუმენტი არსებობს? მე მინდა უპირველეს ყოვლისა უდიდესი პატივისცემა გამოვხატო მეუფე ისაიას მიმართ, მან მართლაც საგმირო 8 წელი გასწია იმ ურთულეს პერიოდში და თავად მისი პიროვნებაც ძალიან დიდ პატივისცემას იმსახურებს. მართალია, რომ მან აი ამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეიძლება ითქვას, რომ შეუცვლელი რამ გააკეთა, თუმცა ჩვენ გვაქვს ასეთი მოცემულობა, დღევანდელ სინოდს არ შეუძლია ცვლილებების შეტანა. მართვა გამგეობის დებულებაში წერია, რომ ცალკეული მუხლების შესახებ სინოდს შეუძლია იმსჯელოს, თუმცა მაშინ, როდესაც პატრიარქია არ არის გამორჩეული, უპირველესი მიზანი ამ სინოდის სხდომებისა არის სწორედ პატრიარქის გამორჩევა. ესე გზადაგზაა, როდესაც ჯერ კიდევ ჩამოყალიბებული არ არის სტრუქტურა, ხელისხლება დებულებაზე და რაღაცა ცვლილებების შეტანა უმრავლესობა ეპისკოპოსების მხრიდან შეფასებული იქნა როგორც ძალიან სახიფათო, იმიტომ რომ ერთი საკითხის ინტერპრეტირება იწვევს მერე მეორე საკითხის ინტერპრეტირებას და ამას შეიძლება გამოეწვია საერთოდ ამ დებულების ცვლილება, რაც იქნებოდა ზოგადად მომავლისთვის იქნებოდა მუდმივად სალაპარაკო, რომ
დებულება შეცვალა სინოდმა იმ დროს, როდესაც მას ამისი უფლება არ ჰქონდა და ლეგიტიმაცია, თქვა შემდგომში ამ სინოდის გადაწყვეტილებებისა სულ მოდამ შესაძლებელია ყოფილიყო. ანუ ეს მსჯელობაც იყო სინოდს. რა თქმა უნდა, გადამწყვეტი მომენტი დადგა სწორედ იქ, როდესაც ერთი საკითხის დასმისას წარმოიშვა იქ სხვა საკითხებიც. მაშინ იმასაც გადავხედოთ, მაშინ სხვა საკითხები არის კიდე, რომელიც შეიძლება ინტერპრეტირებული იქნეს და ამიტომ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკვე მეორე სინოდი ეწყობა, სადაც ამ საკითხებზე პოლემიკა მიმდინარეობდა. ამიტომ დიდი დრო დაიხარჯა ამას, დიდი ენერგია დაიხარჯა, ემოციებიც მათ შორის და აი 38 ეპისკოპოსიდან კენჭის ყრაზე, როდესაც დადგა ეს საკითხი, 35-მა ეპისკოპოსმა ხარი დაუჭირა იმას, რომ ინტერპრეტაციები და ცვლილებები რაიმე სახით არ შესულიყო ამ დებულებაში და მიღებულიყო ისე, როგორც არის. და ანალოგიურია მიდგომა კანდიდატის ასაკთან დაკავშირებითაც. ცით რა, ბოლო პერიოდში მოიხსნა ეს უკანასკნელ სინოდზე მოიხსნა ეს საკითხი ასაკთან დაკავშირებით, თუმცა მეუფეშიო სთავაზობდა და მომზადებული ვიყავით ამისათვის ჩვენ ფორმულირებაც კი ჩამოვაყალიბეთ წინა საღამოს, როგორი ფორმულირებით უნდა შეგვეთავაზებინა მდელმთავრებისათვის. კენჭის ყრაზე თუ დადგებოდა ეს საკითხი. ასაკს გულისხმობთ. დიახ, ასაკს გულისხმობთ, როგორ უნდა ყოფილიყო გასაგებად, მარტივად და ბიულეტინში რა უნდა ჩაწერილიყო, როდესაც მდელმთავრებს ექნებოდათ ორ პასუხს შორის ასარჩევი, ეს გამზადებული იყო. თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს საკითხი აქტუალობას კარგავდა იმის გამო, რომ მეუფე დანიელს არ ჰქონდა დიპლომი, მეუფე დანიელსაც. ასე რომ ეს საკითხი აი ამ ორი საკითხიდან რეალურად დარჩა ერთი საკითხი, განათლების საკითხი, თუმცა კვლავ ამბობ, რომ იმ პოლემიკის ფონზე მას შეიძლება გამოეწვია სხვა საკითხების დაყენების საფრთხე და დომინოს პრინციპით წავიდოდა თქვა სხვადასხვა საკითხების გადახედვის პროცესი. და აქ გამოჩნდა ძალიან დიდი გამოცდილება მეუფე შიოსი, რომელიც მან შეიძინა პატრიარქთან უშუალოდ ყოფნის დროს ბოლო 8 წელზე მეტია, ხო, გამორჩეული არის მოსაყდრად და პატრიარქის დიდი დამსახურება არის ეს, რომ აი ამ ურთულესი პროცესების მართვის გამოცდილება მეუფე შიომ აქ შეიძინა და სინოდიც, აი რა გითხრათ, უმაღლეს დონეზე აი ამ რთულ სიტუაციაში იქნა მართული. ისე რომ შემდგომში ეს ეპისკოპოსები, ჩვენი სინოდის წარმომადგენლები დიდი სიყვარულით და სითბოთი დაემშვიდობენ ერთმანეთს. თუმცა მე ვადევნებ თვალს და ვხედავ, რომ გარკვეული ემოციური განცხადებები ისევ კეთდება, მაგრამ იმ დათქმით, რომ კანდიდატების დაბლოკვის საკითხს, რომელზეც განცხადებები ჩვენ მოვისმინეთ. ცით რა, ჩვენ არ უნდა აუყვეთ დაპირისპირების სცენარს, რადგანაც ყველა ეპისკოპოსს აქვს მოწოდება, რომ ეკლესია იყოს ძლიერი, ეკლესია ასრულებდეს თავის ფუნქციას საუკეთესოდ და ამაში ყველანი ერთიანდებიან. ასე რომ რაღაც ზღვარამდე მიდის ეს პოლემიკა, თუმცა ამის მერე ურთიერთსიყვარული, ურთიერთპატივისცემა და პატრიარქისადმი ძალიან დიდი მოწიწება და სიყვარული ამ სულ ყველაფერს ძლევს. მე მინდა აუცილებლად ხაზგასმით თქვა, რომ სინოდის ხდომისას ხანდაზმულმა ჩვენმა ეპისკოპოსებმა რამდენიმე ყავს ასეთი გამოკვეთილად უფროსი ასაკის ითამაშეს ძალიან დიდი როლი სტაბილურობის თვალსაზრისით. მათი სიტყვა იყო მოკლე, მაგრამ იყო ძალიან მძიმე და ავტორიტეტული და ამან ბევრწილად განაპირობა ის, რომ ესეთი სიმშვიდით ჩაიარა ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ კეთდებოდა ათასნაირი პროგნოზი, რომ აქ იქნებოდა ძალიან დიდი დაპირისპირება, უთანხმოება და ამისი რაღაცა წინასწარ მოლოდინი ამისი. უბრალოდ იყო. ზოგიერთ სიამოვნებასაც კი იგბრიდა, თუმცა მადლობა ღმერთს, რომ ეს ასე არ არის.
კი ბატონო, მოდით აი თქვენ აგვიხსენეთ ახლა რას ნიშნავს ის შედეგი და ხმების რაოდენობა, რომლებიც უკვე მიიღეს კანდიდატებმა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ პრაქტიკულად სურათი უკვე ნათელია. თუ ელით რომ შეიძლება მნიშვნელოვნად რაიმე შეიცვალოს. სხვა შორის ისეთ საინტერესოა, კენჭისყრა იყო ფარული, მაგრამ აი თუ არის ცნობილი ან რაიმე ვარაუდები რეალისტური თუ შეიძლება არსებობდეს იმის თაობაზე, ვინ ვის უჭერს მხარს. რამდენად გახსნილია ეს საუბარი საერთოდ ხდომის. ძით როგორ არის, მე ვარ ამ საეკლესიო ცხოვრების ეპიცენტრში და ყველაზე აი ამ შეიძლება ითქვას, რომ ურთულეს პერიოდში მომიწია საპატრიარქოში ყოფნა. ეს იყო პერიოდი, როდესაც რომ ვიწყებდი თქვათ აქტიურ საზოგადოებასთან ურთიერთობას, კეთილის მსურველებით და სხვაებიც მეუბნებოდნენ, რომ ესე იგი ჩაძირულ გემზე ადიხარ, წაგებულ ომში შედიხარ და ასე შემდეგ. თუმცა ერთგვარად საინტერესოც არის ესეთი პროცესი, როდესაც ასეთ დრამატული ვითარება არის და გიწევს ამასთან გამკლავება. და რადგანაც აქ ვარ ეპიცენტრში, მე შემიძლია ზუსტად თქვა ვინ ვის მიცახმა, ასე რომ ასეთი ვიწრო წრეში დიდი ალბათობით, დიდი სიზუსტე 99%-ით შემიძლია ზუსტად რამდენად მყარია არჩევანი რამდენად მყარია თითოეული მღვდელმთავარის არჩევანი. თუ შეიძლება შეცვალონ პოზიციები, ეს არის. არ ველოდებით რომ შეიცვლება პოზიციები. მოგეხსენებათ რომ ეხლა იყო კენჭისყრა 6 კანდიდატს შორის და მერე იქნება კენჭისყრა უკვე 3 კანდიდატს შორის. და ველოდებით რომ ხმათა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება მეუფეშიოს სასარგებლოდ. კი ბატონო. ასე რომ ვისაუბროთ მედიანად ვართ ამ ხრივ, მე მაპატიოს ყველამ მიკერძოებული ვარ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ხედავ აი ამ პერიოდში პატრიარქის დამოკიდებულებას და როდესაც მეუფეშიოს თანაშემწედ ისე დავიწყე იქ მსახურება, მანამდე რამდენიმე წელი უშუალოდ პატრიარქის დაქვემდებარებაში ვიყავი, იმ აზრით რომ მავალებდა კონკრეტულ საქმიანობას, ისიც საზოგადოებასთან ურთიერთობას ეხებოდა, თუმცა სამსახური მაშინ არ იყო ჩამოყალიბებული და მცირე კონფერენციებს, რომელსაც პატრიარქი მანამდე ატარებდა, მე გადმომაბარა და მე ვატარებდი ამას, ამიტომ პატრიარქთან მქონდა ყოველ კვირაში ორჯერ მაინც ესეთი დათბირი, ანგარის ვაბარებდი, დავალებას ვიღებდი, უთანხმებდი რაღაცებს და ამიტომ სულ ხედავდი, ჩემს თვალწინ იყო სულ როგორ მიმდინარეობდა გამორჩევის შემდეგ და მე აქ მოვიტანე ძალიან საინტერესო ჩანაწერი. ზოგიერთება ამას ისტორიულიც კი უწოდეს და გეტყვით რა ჩანაწერია ეს. ესე იგი 2017 წელს, როდესაც 23 ნოემბერს პატრიარქმა სრულიად მოულოდნელად გამოაცხადა მოსაყდრის შესახებ, 24-ში სატელევიზიო ეთერი მქონდა TV პირველზე, მაშინ ახოსანაია იყო, ნინო ჟიჟილაშვილი, მგონი მეტი არავინ აღარ მახსოვს უბრალოდ და პატრიარქი დამისვა და კარნახობდა რაზე უნდა გამეკეთებინა აქცენტი და რომ კარნახობდა ამას ვიწერდი. და ეს ფურცელი შენახული მაქვს. მოვიტანე ეს ფურცელი და რაღაც ადგილებს წავიკითხავ აქედან, ხო? თქვენის ნებართ. თუმცა მინდა რომ პატრიარქის არგუმენტაცია ეს არის გადაწყვეტილება, მინდა რომ ვაჩვენო მაყურებელს, თუ შეიძლება რომ ეს ორ გვერდზია და შემოვაბრუნებ მე გვერდს, მეორე გვერდით ჩანდეს. შემოვაბრუნეთ, დიახ. დიახ. ასე იგი, თავიდან არ დავიწყებ, თუმცა შესავალში იყო ეს, რომ რთული დრო დადგა და ადამიანმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ვიდრე პრობლემები დაასწრებს მას, თავად მიიღოს ზომები, რომ სულიერება არ დაჩაგროს, არ გადაფაროს იმ პრობლემებმა, რომელსაც ადამიანი თავის თავს უგონებს და ზოგადად სამყაროში ტრიალებს ბოროტება და ცოდვას და ბოროტებას ვაკანონებთ. ვაგრძელებ ხო რაღაცა შესავლის მერე. რატომ ვაკანონებთ? იმისთვის რომ თითქოს პასუხი არ ვაგოთ, რადგანაც კანონიერი იქნება, თქვათ ის, რასაც ცოდვას ჩავიდეთ. თუმცა ღვთის წინაშე მაინც ვაგებთ პასუხს. მნიშვნელობა არ აქვს კანონებს. მერე გადადის უკვე მოსაყდრეობის შესახებ. პატრიარქი, როდესაც დგება თანამდებობაზე, მაშინვე წერს ანდერს მოსაყდრის შესახებ.
ეს მერე იცვლება კიდეც, როდესაც როდესაც დაფარულია ანდერძი, ქმნის გარკვეულ დაძაბულობას და მითქმა-მოთქმას. არის შემთხვევები, როცა იკარგება ანდერძი კიდეც. მაგრამ აი მაგალითად, ჩემ შემთხვევაში დავითმა პატრიარქმა რამდენჯერმე მითხრა, რომ შენზეა დაწერილი ანდერძი, თუ გინდა გაჩვენებო. არა მეთქი, არ მინდა, შემდეგ დაიკარგა. დავითი ტყუილს რატომ მეტყოდა? ამან შექმნა ნერვიული სიტუაცია და საჭირო გახდა სინოდს დავესახელებინე, ასე რომ წინათაც მომხდარა. ეს რომ არ მოხდეს, ვარჩიე დამესახელებინა ვინ იყო ჩაწერილი ანდერძში, რომ შეწყდეს გასაღები ვისა აქვს და სარტყელზე აქვს შემობმული. ეხლა დაწყნარდნენ, ყველამ იცის ვინ არის მოსაყდრე, მოსაყდრეც უნდა იყოს ფრთხილად. არ უნდა წარმოიდგინოს, რომ თვითონაა პატრიარქი. და ამას რომ ეუბნებოდა, ესე ჩამომხედა სათვალეების ქვეშიდან და გაეცინა. თორემ პატრიარქს აქვს უფლება შეცვალოს კიდეც. შედგება გეგმა, მან უნდა გააკეთოს მოსაყდრემ. მოსაყდრე დიდი დახმარებაა თუ სათანადოდ გაუძღვამ პატრიარქის და სინოდის დამხმარემ. პირველი ეპისკოპოსი პატრიარქის შემდეგ, პირველი კანდიდატი პატრიარქობის ტახტზე. და მერე ყვება უკრაინის რუსეთის ეკლესიის შესახებ. ეს არის ზუსტად ის ჩანაწერი, რომელიც გაკეთდა მოსაყდრის გამორჩევის შემდეგ, ხო? ეს 9 წლის წინ. დიახ, ეს ფურცელი მედო, როდესაც მივედით პირველის ეთერში 2017 წლის 24 ნოემბერს და ადგილები იქაც მაქვს ესე გამოკითხული აქედან როგორც ციტატა. თუმცა საინტერესოა ერთი დეტალი, ყოველთვის საუბრობენ და ბევრი სპეკულაცია იყო იმაზე, გააკეთა ეს პატრიარქმა საკუთარი ნებით, გამოარჩია მეუფეშიო მოსაყდრე, თუ ეს იყო გარკვეული ზეწოლები, საუბრობდნენ იმ პერიოდში ალფეევის ვიზიტზე და ასე შემდეგ. დიახ, მე პირი გამოვაგზავნე ალფეევის ვიზიტის შესახებ, მოვიძიეთ ეს საპატრიარქოს არქივიდან და ანუ უნიკალურია, რასაც თქვენ ნახავთ, პირველად ნახავს მაყურებელი, ეს არის ალფეევის ვიზიტი 2017 წლის 1 ნოემბერს. ეს კადრები არის სრულად გადაღებული, როგორ მობრძანდება რუსეთის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, ხვდება პატრიარქს, იქ საუბარი არის სხვადასხვა თემაზე. მოგეხსენებათ, რომ იმ პერიოდში მზადდებოდა კონსტანტინოპოლის მიერ უკრაინის ახალი ეკლესიის შექმნის საკითხი და ეს იწვევდა ძალიან დიდ დაძაბულობას როგორც რუსეთში, ისევე კონსტანტინოპოლის მხარე და რიგრიგობით საგარეო ურთიერთობების ხელმძღვანელები ხან ერთი ეკლესიიდან, ხან მეორე ეკლესიიდან ჩამოდიოდნენ და ეს იყო ჩვეულებრივი პროცესი. როდესაც ისინი ეძებდნენ მომხრეებს, იმიტომ რომ ეს საკითხი საკმაოდ წვავე იყო. აქ მეფე ილარიონმა პატრიარქს გაახსენა, რომ მას სურდა აფხაზეთის თემაზე შეექმნა კომისია და ამას მოყვა ის, რომ პატრიარქმა უთხრა, რომ აი აქ ჩვენთან არის სოხუმელი, წარმოშობით სოხუმელი, მღვდელმთავარი ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია, სწორედ ის წამოაყენა, გააცნო და ისურვა, რომ ეს შედგეს ეს კომისია, რომელიც აფხაზეთის თემაზე ისაუბრებს და ზოგადად პატრიარქი არასოდეს არ უშვებდა ხელიდან საშუალებას, როდესაც იყო ამის საშუალება, რომ აფხაზეთზე არ ესაუბრა. თქვენ კადრებში ნახეთ ნაწილი ამისი სრული გადაღებული არის, როდის შემოდის ილარიონ ალფეევი. მერე რა ხდება იქ შიგნით, იქ ზამთრის ბაღია ჩვენა პატრიარქმა, აქ საშუალება არ არის მთლიანად გაუჩვათ პირი, თუმცა ამას დავდებ მე ამ პირს, რომ აყურებელმა ნახოს და ერთხელ და მერე გაცილება. ასე რომ ერთ-ერთზე საუბარი და რაღაცა ეს გამოგონილი როგორ შეიძლება რომ ვის წარმოუდგენია რომ ეკლესიის პირველ პირს ვიღაც ესე იგი სხვა ეკლესიის წარმომადგენელი შეხვდეს და არავინ არ დაისწროს პატრიარქმა და რაღაცა ესეთი საუბარი შედგეს. ეს სრულიად წარმოუდგენელია პროტოკოლურადაც და მადლობა ღმერთს რომ ეს ჩანაწერი არსებობს, ამას დავდებ და მე ვთხოვდი უბრალოდ იმ ხალხს, ვინც დიდი ხანია სპეკულაციას ეწევა ამაზე, რომ
ეხლა მაინც იქნებ დადუმდნენ ამ თემაზე, რომ ალფეევის ჩამოსვლას რაიმე უკავშირდება. ბრალდებებიც დაცილის წამება პრორუსულობაზე, ახლაც მოვისმინეთ მეუფეშიოსთან დაკავშირებით, ანუ სხვადასხვა ინსინუაციები, მათ შორის თითქოს ის დაათანხმდებოდა თუ არა მოსაყდრეობას ამასთან დაკავშირებით რუსეთში იყო ჩასული და ასე შემდეგ მთელი რიგი სპეკულაციები ვრცელდება. ძალიან სამწუხარო არის, რომ ეს სპეკულაციები არ ჩერდება, ჩვენ არ უნდა აუყვეთ დაპირისპირების სცენარებს. ინტერესო, რატო არ იმართლებთ თავს უფრო აქტიურად და არც ადრე. პრინციპში პოზიცია მუდმივად ისეთია, რომ აი არ შედიხართ ამ ოპონირებაში. აი ეს ამ ფირის გაშვება რამდენი ხნის წინ შეგვეძლო. უბრალოდ ყველა უნდა იცოდეს, რომ ეკლესიას აქვს ძალიან დიდი რესურსი სიმყარისა და ყოველწუთას არ გჭირდება ჩვენ თავის მართლება. ეხლა რაღაცა განსაკუთრებული ვითარება არის და გადავწყვიტე, რომ ეს გამესაჯაროებინა ენახა ხალხს, იმიტომ რომ პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ისეთი ერთსულოვნება აჩვენა ჩვენმა ხალხმა, ისეთი მაღალი კულტურა აჩვენა, რომ ძალიან დასანანია თუ ვინმე შეეცდება აქ დაპირისპირებების შემოტანას. ამიტომაც მინდა რომ შევაშველო ეს არგუმენტაცია, რომ ტყუილა უბრალოდ ხალხი არ აიყოლიონ ერთმანეთის დაპირისპირებაში. თავად პატრიარქიც არასოდეს არ იმართლებდა თავს. ერთხელ 2020 წლის ეთერი იყო მეუფე პეტრე ძალიან უშვერი სიტყვებით ლანძღავდა პატრიარქს და ჩავერთე TV პირველის ეთერში მახსოვს ის ეთერი. Ну, რა გითხრათ, გავდა გრიშა ონიანი, რომ ბადრი შუბლაძეს ელაპარაკება ხოლმე. მე გრიშა ონიანის როლში ვიყავი. საშინელი ეთერი ქონდა მეუფეს და პატრიარქმა არ მომიწონა ეს. აი, მიუხედავად იმისა, რომ მეუფე პეტრე ესეთი თავგამოდებით და დაუნდობლად ლანძღავდა პატრიარქს, მისაყვედურა. ერთგვარი შენიშვნა მომცა ძალიან საყვედური ცოტა გადამეტებულია. მითხრა რომ ძალიან ხშირად გამოდიხარო და მე ვთხარი ზედმეტსაც ხوار ვლაპარაკო მეთქი ეგო შენ თავს კითხეო მითხრა იმის მერე აღარ მილაპარაკია მეუფე პეტრეს გამაჩერა იქაც კი და პატრიარქი არ იმართლებდა თავს და ჩვენც რაღაც ამის მიბაძვით ვცდილობდით რომ ეს აგვეტანა ეს ყველაფერი ეს ცილის წამებები და ყოველწუთას არ გამოვარდეთ და თავი არ ვიმართლოთ თუმცა დროს მაინც თავისი მოაქვს ყველაფერს თავის ადგილზე ალაგებს და სიმართლე არ იმალება. ერთი რამ მინდა კიდევ თქვა რომ ესე იგი ვინც ცდილობს ახლა რომ რაღაც დაპირისპირება წარმოაჩინოს რომ აი ვიღაცა დაბლოკეს რაღაცა მოხდა როგორ წარმოუდგენიათ ახლა ვინც არ უნდა გამხდარიყო პატრიარქი ოჯახის სიწმინდეს დღე აღარ ჩატარდებოდა საქართველოში ოჯახურ ფასეულებებს აღარ დაიცავდა ახალი პატრიარქი აი თუ რას LGBT პრობლემას არ შეებრძოლებოდა სკოლებში რო ვრცელდებოდა რას ელოდებიან რა არის თქვათ მოტივი იმისი რომ ვიღაცაზე წინ წარმოაჩინოს სინოდი შეიკრიბა 35 ადამიანმა უყარა კენჭი იმას რომ ნუ გადავალთ ზღვარს და ნუ შევალთ ისეთ პროცესში რომლიდანაც გამოსვლა შეიძლება გაგვიჭირდეს და დავაზიანოთ ეს დოკუმენტი რომელზეც ეყრდნობა დღევანდელი ეკლესია თუ რამე შესაძლებელი იყო ამ დოკუმენტში და არ უნდა ყოფილიყო ჩაწერილი და უშუალოდ ან განათლების შესახებ ან სხვა რაღაცა მუხლი 95 წელს არის მიღებული ეს დოკუმენტი 30 წელი გავიდა იმის მერე 31 ბევრი იყო საშუალება იმისი რომ დამდგარიყო ეს საკითხი, მაგრამ ეხლა, როდესაც პატრიარქი არ არის გამორჩეული ჯერ, ამისი გაკეთება ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს. გასაგები. როგორ გაგრძელდება პროცესი? ეს არის ახლა მნიშვნელოვანი მომავალი სხდომის თარიღი უცნობია, არ ვიცი გამოიკვეთა თუ არა, რაიმე აი ბოლო მომენტამდე ეს არის საინტერესო, საორგანიზაციო საკითხებიც მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ძალიან დიდი ღონისძიება, მასშტაბური ღონისძიება იქნება ეს, რაც უნდა ჩატარდეს და მოგვიყევით როგორ ემზადებით. ძალიან რთული არის, როდესაც არ გაქვს ცოცხალი მაგალითი და დიდი ხანია ეს არ ჩატარებულა ფაქტიურად ჩვენ ვცდილობთ რომ მოვიძიოთ ისტორიულად ეს გამოცდილება ვკითხოთ მღვდელმთავრებს რას ფიქრობენ მაქსიმალურად ვისაც კი შეუძლია აზრი მოგვაწოდოს იმისათვის რომ ეს ყველაფერი იყოს ღირსეულად ჩატარებული როგორც აქამდე ჩატარდა თქვათ პროცესიები პატრიარქის დაკრძალვის და
სინოდის და მეორე სინოდის, ხო, ღირსეულად. აი, ამას ვცდილობ, თუმცა არ არის ეს მარტივი თემა და გვინდა რომ ყველამ გაგვიზიაროს გამოცდილება. ზოგიერთი მღვდელმთავარი არის, რომელიც შესწრებული არის პატრიარქის ინტრონიზაციას და იმყოფებოდა იმ დროს იქ. ამიტომ ძალიან საინტერესოა, რომ მათთან ერთად ეს ყველაფერი ანუ ეს ისტორიული სურათი არის აღსადგენი. რა თქმა უნდა. ცერემონია იქნება მცხეთაში. სვეტიცხოველში, დიახ, სვეტიცხოველში ტრადიციულად იქ ხდება პატრიარქის ინტრონიზაცია. დაახლოებით რამდენ ხანში გვეცოდინება თარიღი? ჩვენ ერთადერთი ის ვიცი, რომ 17 მაისამდე უნდა მოხდეს ეს გაფართოებული კრების შემდეგ ინტრონიზაცია. მერე ინაგურაცია იქნება. ვარაუდობ, რომ 17 მაისის ახლოს აქეთა მხარეს რამდენიმე დღით ადრე ალბათ იქნება. გაფართოებულ კრებას ერთი დღე დაეთმობა თუ შეიძლება გაგრძელდეს? არა, ერთი დღე დაეთმობა. ერთი დღე დაეთმობა, ეს არის კრებული ერთგვარი მთელი ეკლესიის, აქ იქნებიან სხვადასხვა ყველა ეპარქიიდან იქნებიან წარმომადგენლები, ყველა მონასტრებიდან იქნებიან წარმომადგენლები, ეს გაწერილი არის როგორ უნდა შეიკრიბოს ეს, თუმცა არ არის გაწერილი ტექნიკურად როგორ უნდა შესრულდეს. აი ეს ტექნიკურად როგორ უნდა შესრულდეს დეტალებშია გასაწერი და გვაქვს და ამის შემდეგ გამოცხადდება თარიღი, ხო, კონკრეტულად? რო შევატყობთ რომელი დროისთვის ვასწრებთ ამ სულ ყველაფრის ორგანიზებას, უკვე მერე შესაძლებელია რომ გამოცხადდეს თარიღი. გაფართოებული კრება მხოლოდ კენჭისყრას არ მოიცავს, ხო? იქ იქნება სიტყვით გამოსვლებიც, ასე რა ნაწილებისგან შედგება გაფართოებული კრება? იქ დელეგატებს აქვს სიტყვის უფლება. ამასაც შევათანხმეთ მღვდელმთავრებთან, როგორ იქნება, იმიტომ რომ დელეგატებს ვარაუდობთ, რომ 2000-მდე იქნება და რა თქმა უნდა, ყველას არ მიეცემა სიტყვის გამოსვლის საშუალება, ამას დარეგულირება ჭირდება, წინასწარ შეთანხმება უნდა ვიცოდეთ. ეს საჯარო პროცესია? არა, დახურული. არა, დახურული პროცესია. კი ბატონო. დახურული პროცესი იქნება ეს. თუმცა საჯაროდ ალბათ რაღაცა ნაწილი შესაძლებელი იქნება, რომ გახდეს საჯარო კი. და ბოლოს მკითხავთ ძალიან ესეთი ცნობილი თემა აქტუალური. ახლა ყველა ლაპარაკობს იმაზე, რომ სხვადასხვა მხრიდან ცდილობენ გავლენა მოახდინონ ამ პროცესზე, პატრიარქის არჩევაზე. რა არის ინტერესები? ხელისუფლება, ქვეყნის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა ძალების სახელდება. რამდენად რეალისტურია საერთოდ? და რას ასახელებენ ამ გავლენაში? პროცესში ვინმე ჩაერია. მე ამას მივადევნე თვალი, ახლა ჩვენი სამსახური ერთი ნაწილი სამსახური სწორედ ამას აკეთებს. მივადევნე თვალი და რა იგულისხმება ზეწოლაში და გავლენაში. ის რომ ვიღაცამ კრიტიკული აზრი გამოთქვა, ვიღაცამ თავისი აზრი გამოთქვა. კი, მაგრამ ვისი მხრიდანაც ისმის ეს კრიტიკა რომ ზეწოლა არის, მათი მხრიდან რა ზეწოლა ხორციელდებოდა. წარმოგიდგენიათ რომ აი ცნობილი მედია საშუალებების მხრიდან 10 წლის განმავლობაში 5000-ზე მეტი ნეგატიური გადაცემა იყო გაკეთებული. ჩემზე იყო გაკეთებული, პირადად ჩემზე, მეუფეშიოზე იყო გაკეთებული, აღარ ვამბობ პატრიარქზე რამდენი იყო გაკეთებული. თუ ზეგავლენაზეა ლაპარაკი, ხო, მაშინ იქიდან დავიწყოთ. ხო, თუ ამ სახის ზეგავლენაზეა ლაპარაკი, რომ ვიღაცამ თავისი აზრი გამოთქვა, ან ვიღაცამ ცილი დასწამა, ხო? 5000 გადაცემა რა გამოდის? 2 დღეში 3 გადაცემა გამოდის, ხო? ამდენი იშრომეს იმისათვის, რომ ეკლესიისათვის მიეყენებინათ ზიანი, ხო? ღმერთმა ყველა შეუნდოს, მე ვისურვებდი, რომ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ხვალინდელი დღე თქვა და რაღაც პატრიარქის გარდაცვალებამ გვაჩვენა, რომ ამის რესურსი გვაქვს და ვისურვებდი ნამდვილად ამას, მე ბევრ რამეს დავივიწყებდი პირადად ჩემს მიმართ გაკეთებულს და რაღაცა ამას მოვემსახურებოდი, რომ ხალხი, რომელმაც ეს კულტურა აჩვენა, ამ ხალხს არ აუბნიოთ გზა და ნუ წავიყვანთ კონფლიქტების სცენარით. გასაგები, მადლობა. მადლობა დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, იმედი ლაივის სტუმარი იყო დღეს ამით გემშვიდობები.